ქვეყანა სტაბილურად მძიმე ვითარებაშია. ანუ ჯობია ეს ტერმინები ვიხმაროთ, იმიტომ რომ სახელმწიფოებრივი ცხოვრება, პოლიტიკური ცხოვრება დაახლოებით ისეთ კონდიციაშია, როგორც ავადმყოფს ეიტყვიან ხოლმე, როდესაც რეანიმაციულ განყოფილებაშია და სტაბილურად მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ. ეს შეეხება ქვეყნის სახელმწიფო სისტემას, არა ხალხს ერს, რომელიც მძიმე ვითარებაში ამ ყველაფრის გამო, მაგრამ მას არენესიამაციო არაფერი აქვს. ხელისუფლება სამწუხაროდ დიდი ხანია უკვე შეუქცევადად დაადგა საკუთარი თავის და ქვეყნის ჩიხში შეყვანის გზას. ამ ჩიხიდან ხალხს გამოსავალი ექნება ადრე თუ გვიან, ორ კვირაში თუ ორ თვეში, თუ ერთ წელიწადში, ქართული ოცნებას აქედან გამოსავალი არ აქვს. ეს ძალიან სამწუხარო ამბავია, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა რომ ყოველი მორიგი ხელისუფლება თუ ხელისუფალი ასე ამთავრებდეს თავის რაღაცა პერიოდს. ეს 2 წელი იქნება პირველ შემთხვევაში თუ 12 თუ 9 თუ 14 ამას არ აქვს საშუალება უბრალოდ მოვლენათა განვითარების ეს სცენარი როგორმე უნდა დავასრულოთ. მაგრამ სამწუხაროდ ოცნებამ მოისპო ეს გზა და ხო, ქვეყანას მხოლოდ პრობლემებს უქმნის, გამოსავალს ვერ ნახულობს. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კავკასიაში, ჩვენს რეგიონში სრულად უნიკალური ვითარება შეიქმნა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ინტეგრაციისთვის, ჩვენი გაძლიერებისთვის, მათ შორის უსაფრთხოების ქოლგის გაძლიერებისთვის უნიკალური ვითარება შეიქმნა მას შემდეგ, რაც სომხეთ-აზერბაიჯანის და სომხეთ-თურქეთის ურთიერთობებში გარდამტეხი ცვლილებები მოხდა, რომელსაც შეერთებული შტატები მისი დღევანდელი ადმინისტრაციით, რომელიც სრულად განსხვავებული ადმინისტრაცია თავისი პოლიტიკით, პრეზიდენტი თავისი პრიორიტეტებით და ასე შემდეგ, მაგრამ ეს მოცემულობაა და ასეთ მოცემულობაში ჩვენმა ქვეყნებმა რაც შეიძლება მეტი ხეირი უნდა ნახონ და ეს გამოჩნდა, ხო, ამის მიუხედავად ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება ამ პროცესებიდან გათიშულია. მე რატო დავაკავშირე ეს ორი თემა ერთმანეთთან? მექმნება სრულად დასაბუთებული განცდა იმის შესახებ, რომ ოცნების ხელისუფლების იმ რაღაც ძალიან ვიწრო წრეში, სადაც ძირითადი გადაწყვეტილებები მწიფდება, ასე მსჯელობენ, რომ აი ტრამპი ხომ ევროკავშირთან გარკვეულ კონფრონტაციაშია, ნატოსთან ხო რაღაც ურთიერთობები საკმაოდ ისეთია, დაძაბულია ცალკეულ ქვეყნებთან, კანადასთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, მათ ლიდერებთან ხომ ესეთი ურთიერთობა აქვს. ვაუ, ეს ის ვითარებაა, როცა ჩვენ თუ კიდევ უფრო მეტად ანტიევროპული გავხდებით, ამითი მას გაუგზავნით მესიჯს, რომ აი ჩვენ წინააღმდეგი ვართ ამ ევროპის და ასეთი ევროპის. აი ამ დონის სამწუხაროდ, ამ დონის მსჯელობაც არაა გამორიცხული მათი მხრიდან, როდესაც იმის ნაცვლად, რომ რაღაც გამოსავალს ეძებდნენ ევროპასთან ურთიერთობაში, ევროპულ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში, პირიქით მეტად და მეტად ძაბავენ ურთიერთობას. ისევ და ისევ. აი ამ ბავშვური გათვლებით, რომ იქნებ ტრამპს ამითი მაინც მოაწონონ თავი. არ იმუშავებს, ანუ ქართული ოცნების პოლიტიკა, ამას ამბობთ რა, მოდით აი განვაგრძოთ ამერიკასთან ურთიერთობების პერსპექტივაზე საუბარი. დიდი მოლოდინები ჰქონდა ქართულ ოცნებას იმასთან დაკავშირებით, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ურთიერთობები შეიცვლებოდა, დაიწყებოდა ახალი ფურცლიდან, თუმცა ტრამპის გაპრეზიდენტებიდან წელიწად-ნახევარზე მეტი გავიდა და ვხედავთ რას, მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გაიმართა რამდენიმე შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს შორის, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას დიდად არ ეტყობა აღფრთოვანება, რომ აი ამ შეხვედრების შედეგებით გმაყოფილია. შესაბამისად, ბატონ დავით, აი რა შანსი აქვს მართლ პარტიას, რომ ვაშინგტონთან ასე ვთქვათ დაალაგდეს და ამერიკა მიიღოს ისეთი როგორიც არის, ანუ მისი პოლიტიკით, რომელიც ბევრს არ მოწონს ქვეყნის შიგნით, ქართულ საზოგადოებას გულისხმობ, ისე როგორც არ მოსწონთ დასავლელ პარტნიორებს. შეერთებულ ურთიერთობასაც შეეხება, მოდი ამავე ქართული ოცნების სახელმწიფო პერიოდის პირველი წლები გავიხსენოთ. რა სტანდარტზე და რა სიმაღლეზე იყო ურთიერთობა
და სადამდე დაეცა ეს ურთიერთობა და ახლა ამ სრულად სკერზე დაცემულის ურთიერთობების ფონზე 1-2 შეხვედრა რაღაც დონეზე უკვე დიდ ზარზეიმად მიაჩნიათ. პირველი 4 წლის განმავლობაში 2012-16 წლებში საქართველოს და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ყველა მიმართულებით ავიდა უმაღლეს დონეზე. ეს იყო სამხედრო, ეს იყო პოლიტიკური, ეს იყო საგანმანათლებლო, ეს იყო დახმარების პროექტები, სხვადასხვა მიმართულებით, სოფლის მეურნეობისთვის, ბიზნესის განვითარებისთვის და ასე შემდეგ. და ურთიერთობები მათთან, ესე იგი, რა ვიცი, მე პირადად წელიწადში 2-ჯერ მაინც ჩავდიოდი ვაშინგტონში, ხვდებოდი პარლამენტში მიმართი ქვედაპალატის სპიკერს, ქალბატონი ნენსი პელოსი იყო მაშინ და ურთიერთობა ქონდა უმაღლეს დონეზე, კიდევ მეორე კომიტეტის თავმჯდომარეობაში. ახლა ესენი სადღაც დერეფანში რომელიმე კონგრესმენს გადაიყრებიან, სურათს გადაიღებენ და აი ხო დათბა ურთიერთობაო. დათბა კი არა, ხო, შეერთებული შტატები სამწუხაროდ საქართველოს უყურებს და ხედავს, რომ არის 200-ზე მეტ გაეროს წევრ ქვეყანაში ერთ-ერთი და შეერთებულ შტატებს ყველასთან აქვს ურთიერთობა ორი სამი სახელმწიფოს გარდა მსოფლიოში. ამიტომ ახლა ურთიერთობა დათბა და გათბა, ეს ახლა ვინ შეიძლება დაიჯეროს, ეს ერთი, მეორე, სადაცაა ახალი საპრეზიდენტო არჩევნების სტარტი იქნება ნოემბერში, როდესაც შუალედური არჩევნები ტარდება კონგრესის, მოგეხსენებათ 2 წლით ადრე უკვე მე იწყება ახალი პრეზიდენტის არჩევნებზე საუბარი და ვინ იქნება მომავალი. ანუ ის დრო, როდესაც ახალ მთავრობასთან, ახალ ხელისუფლებასთან, რაღაცა ახალი, სერიოზული, დიდი ურთიერთობები და პროექტები შეიძლებოდა დაწყებულიყო, ის გასულია, იმიტომ რომ ბევრი რამის გამო. ახლა ოფისში შემავალ პრეზიდენტ ტრამპს ჰქონდა უამრავი იდეა და არანაირი თავის ტკივილი. ახლა თითქმის 2 წლის განმავლობაში უამრავი თავის ტკივილი დაემატა, იმიტომ რომ იქით ერთ-ერთობა ირანის თემა, იქ უკრაინა-რუსეთის თემის მოუგარებლობა, იქ უამრავი სხვა შიდა პრობლემები და ასე შემდეგ. ამიტომ ახლა საქართველოს ახლა ბევრს მაინც ჯერ კიდე ასე სჯერა, რომ ჩვენ ვართ ის იმ ტიპის წილხვედრი ქვეყანა, რომელიც გადარჩება ყველა რო დაიღუპება, იმიტომ რომ არავინ არ არის ამ ქვეყანაში და ასე შემდეგ. მაგრამ ეგ არ არის. ეს საქართველოს ჩვენ ვართ ის, რაც ვართ მთელი მსოფლიოს. ამიტომ უნდა იყოს ძალიან თანმიმდევრული, ძალიან აქტიური. საქართველოს საელჩოში წლების განმავლობაში უბრალოდ არაფერი არ ხდებოდა. არც არავის ეძახდნენ, არც კულტურულ ღონისძიებაზე, არც არ ესწრებოდნენ და ასე შემდეგ. ამიტომ ეს თვითიზოლაცია, რა თქმა უნდა, ძალიან ძვირი ჯდება. ამ ყველაფრის შემოbrunება არის უკიდურესად რთული, მაგრამ უნდა შემოვაბრუნოთ. ეს არ უნდა შანსი და პერსპექტივა არ უნდა დაიკარგოს. აი როგორ უნდა შემოვაბრუნოთ, ბატონო დავით, ამაზეც ვისაუბრებ, თუმცა იქამდე ბრიუსელთან ურთიერთობაზეც მინდა ჩაგეკითხოთ. ალბათ არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ ქართული ოცნება ღრმა კონფრონტაციაში იმყოფება ევროპელ პარტნიორებთან, რასაც შედეგად ახლავს პერიოდულად მწვავე რეზოლუციების და ანგარიშების მიღება. იცით, რომ გუშინაც ევროპარლამენტმა სწორედ ამგვარი მორიგი მწვავე ანგარიში მიიღო საქართველოში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, სადაც ძალიან მძიმე ჩანაწერებს ხედავთ ქართული ოცნების მისამართი. აი, რითი დასრულდება, როგორ ფიქრობთ, უკვე ქართული ოცნების და ბრიუსელის ეს პოლიტიკური ურთაბრძოლა და საბოლოოდ ვისი აჯობებს? ხო, სამწუხაროდ ოცნება ისე ლაპარაკობს, რომ თითქოს მართლა საკითხი ასე დგას, ვისი აჯობებს, ხო? აი, იმიტომ რომ ხო ასე ლაპარაკობენ. იმიტომ რომ ისინი ამბობენ, რომ აი ჩვენ რომ ევროპა წარმოგვიდგენია, ისეთი რომ გახდება ევროპა, მაშინ მასთან ურთიერთობას გავაგრძელებთ. ანუ თურმე საქართველოს აქვს სტანდარტები თავისუფლების, სამართლიანობის, უსაფრთხოების, კეთილდღეობის, მშვიდობის, ეს საქართველოს უჭირავს ხელში ეს სტანდარტები და ისინი დიდმა ბრიტანეთმა დემოკრატია ჩამოშალა, ხო? გამოგვიცხადეს, რომ აი რო დაასანქცირეს ჩვენი ლიდერი, ამით ბრიტანეთის დემოკრატია ჩამოიშალაო. გერმანია ხო სადაცაა წაიქცევა და ფეხზე ვეღარ დადგება. აი ხო ეს ხდება, აქ ხო ეს ხდება. ახლა ეს ყველაფერი სინამდვილეში სადამდე დაიყვანება. ცხოვრებაში აი ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს აქვს ეს ინსტინქტი. მე ადამიანს უკვე რაღაცა გააზრებული არჩევანის თავისუფლება აქვს და აქედან გამომდინარე არჩევ უყურებ გარშემო და უყურებ ეს არის მოყვარე, ეს არის კომფორტი, ეს არის მოწინააღმდეგე, აქ არის მტერი, აქ არის ხიფათი და ასე შემდეგ. ახლა რომ მოვდიოდი თქვენსკენ წვიმდა და 2-3 ადგილზე მაღაზიის ქვეშ შევეფარე, ცოტა გადმოხურული რომაა. იმიტომ რომ აი აქ ჩემთვის არაკომფორტული გარემო იყო, იმიტომ რომ წვიმდა. იქ შევეფარე და მშრალი იყო. ადამიანები და საზოგადოებები და ქვეყნები ასე იყურებიან გარშემო და არჩევენ იმ საურთიერთობო, საპარტნიორო სახელმწიფოებს, რეგიონებს,
თემატიკას, სადაც თავს კომფორტულად გრძნობენ. ახლა ჩვენი ხელისუფლება რას ამბობს? რომ ჩვენ ყველაზე არაკომფორტულად გრძნობთ თავსო ევროპელ კოლეგებთან ურთიერთობაში, ევროპულ ინსტიტუტებთან ურთიერთობაში. ისინი არიან სახელმწიფოს მტრები. ნახევარი საქართველოს გააგენტეს და სახელმწიფოს ქართული ერის ინტერესების წინააღმდეგ გამუშავებენ. ესე იგი, ევროპა, ეს არის მტერიო, ეს არის ის ადგილი, სადაც წვიმს სიტყვა და მას უნდა განერიდო. აჰა, მაშინ სად უნდა წახვიდე? ამერიკაც ასეთია, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის იმედი ჰქონდათ, ახლა იმას ლაპარაკობენ, რომ ისიც ჯერ კიდევ deep state-ის წვეობაში თუ რაღაც უბედურებაში. ანუ არჩევანი მათ ასე გააკეთეს. იმის საპირისპირო, რომელიც საქართველოს ქართველ ერს, მოდი ასე ვთქვათ, კულტურულად დიდი ხანია გაკეთებული აქვს, იმიტომ რომ როდესაც ევროპაზე ვსაუბრობთ, ჩვენ არ ვლაპარაკობთ მე ყოველთვის და ჩვენ გერმანელებზე, ბრიტანელებზე, საფრანგეთზე, ფინეთზე, ჩვენ ვლაპარაკობთ ღირებულებებზე, როგორი გვინდა რომ იყოს ჩვენი მომავალი, როგორ ხალხთან ურთიერთობაში, იქ სადაც კანონის უზენაესობა დამკვიდრებულია, მაშინ ევროპაა ყველაზე წინ. იქ სადაც მშვიდობაა გარანტირებული 10 წლეულების განმავლობაში, არც ერთ ევროკავშირის ქვეყანას, არც ერთ სხვა ევროკავშირის ქვეყანასთან ომი არ უწარმოებია. ევროკავშირის წევრობა ნიშნავს იმას, რომ არა მარტო ერთმანეთს აღარ ეომებიან, არამედ სხვაც ვეღარ უბედავს, რომ ვინმეს ეომოს. ნატოზე რომ არაფერი. დიახ, აქ უნდა ჩაგეკითხოთ, ბატონ დავით, ბრიუსელი როგორც მტერი, აი ბოლო კვირების განმავლობაში და ამაზე აი თქვენს მსგავსად სხვა პოლიტიკოსები და ანალიტიკოსებიც სვამენ აქცენტს ქართული ოცნების ლიდერები საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე ახალი ტიპის, აი თითქოს ახალი ტიპის რიტორიკას და გზავნილებს ავითარებენ, თუ კი აქამდე ევროკავშირის კრიტიკის ფონზე და ევროკავშირთან ურთიერთობების გაწყვეტის მიუხედავად გვესმოდა განცხადებები, რომ ქვეყანას კურსი არ შეუცვლია და ისევ ევროინტეგრაციის ევროპული ოჯახისკენ მივდივართ, აი უკვე ღიად ვისმენთ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ხო, აი რაც თქვენ თქვით, დღევანდელ ევროკავშირში საქართველოს არაფერი ესაქმება. შესაბამისად, აი რას შეიძლება ნიშნავდეს მართველი პარტიიდან წამოსული ეს ნარატივი, ამგვარი ნარატივის შემოტანა უკვე რა ეტაპის დასაწყისია და რამდენად შეიძლება იმის თქმა, რომ აი ქართულმა ოცნებამ ღიად დაიწყო ევროპაზე უარის თქმა. ქართულმა ოცნებამ ევროპაზე ღიად უარის თქმა დაიწყო 24 წლის არჩევნების პროცესში და შემდეგვე, როცა ღიად განაცხადეს, რომ შევაჩერეთო. მაშინ ახლა რა ეტაპია? ხო, ახლა არის გაღრმავება ამ ეტაპის, ერთი, გამწვავება, ორი, მათი გათვლები ის იყო, რომ ამ თავისი გაჯიუტებით და აი ამ ტიპის რიტორიკით, ამ ტიპის ეპითეტებით შემკობის და რაღაცას ქართული ხალხისთვის მტრის ხატად ევროპის წარმოჩენის პირობებში, ესე იგი ევროპა ჩათვლიდა, რომ ჩვენ საქართველოს მაინც გვჭირდება და მოდი რაღაცები ვაპატიოთ, მოდი რაღაცეებში ხელი გადავუსვათ, არაუშავს ვერ დავინახოთ რა სტანდარტებია იმის. ეს არის ყველაფერთან ერთად ღრმად არაკვალიფიციური პოლიტიკა, თუ მათ სურთ რომ ევროპას რამე დაათმობინონ და ასე შემდეგ. პირიქით, ეს იცით ეს სიტყვა ცოტა ისეთი აი ღრმად პროვინციალური პოლიტიკა იმაზე თუ არაკვალიფიციური. პროვინციალობაში მე გეოგრაფიულ პროვინციებს არ გულისხმობ, მე თავად პროვინციიდან ვარ, დავიბადე, გავიზარდე, სკოლა დავამთავრე კახეთში, ამიტომ არავინ ეს რაღაც სხვანაირად არ მიიღოთ ეს, მაგრამ აქ ლაპარაკია კვალიფიკაციის დონეზე, აქ ლაპარაკია კულტურულობის დონეზე, იმიტომ რომ კონფლიქტები კამათი მუდმივად ხდება, ადამიანებს შორის ხდება, ოჯახში ხდება, მაგრამ ხომ არის ხოლმე მე ვიტყვით რომ მოიცა აი ვიღაცა ზღვარი გადალახა ეს ვეღარ ჯდება რაღაც კამათის სისტემაში. ევროკავშირთან, ბრიუსელთან კამათი აქვს ევროკავშირის ყველა ქვეყნის მთავრობა სხვადასხვა საკითხებზე. ვიღა პორტუგალიას უნდა რომ თევზჭერის კოტები იყოს ასე, პოლონეთს უნდა რომ საარჩევნო საკითხებში მანდატები განაწილდებოდეს ასე. ანუ მუდმივად რაღაც საკითხებზე არის კამათი, მსჯელობა, ზოგჯერ მწვავეც, მაგრამ ამასობაში არის ზღვარი. და ამ ხალხმა უმეცრების გამოც, გარდა იმისა, რომ ორიენტაცია არეული აქვს პოლიტიკური, რომ ვინ არის მტერი და ვინ არის მოყვარე, რატომ? იმიტომ რომ საკუთარი სახელისუფლებო კეთილდღეობაა მთავარი სტანდარტი, ქვეყნის ისტორიული არჩევანი და ღირებულებითი ამბავი კი არა, რომ ქართული საზოგადოება გახდეს ასეთი და ასეთი, არამედ როდის და როგორ შევინარჩუნოთ ძალაუფლება და ვიყაროთ ჯავრი ვიღაცებზე, ვინც გვაკრიტიკებენ. აი ამ ამოცანებით შეპყრობილი ხელისუფლების ნაბიჯებში არის რა? ესე იგი ორიენტირი არასწორია,
ამ არასწორ ორიენტირს ყოველად უმსგავსო და არასწორი გზებით და საშუალებებით და ინსტრუმენტებით ახორციელებენ, თვლიან რომ ესე იგი ამითი საკუთარ მოსახლეობასაც რაღაცა გარკვეულ შეცდომაში შეიყვანენ და ბევრი შეცდომაშია შეყვანილი და ამით გავლენ ფონს. ცხადე ეს ასე არ არის. რადგან დავით, მაშინ ამავე კონტექსტში ვისაუბროთ იმაზე, პროცესების როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ. მაგალითად, აი, რამდენიმე დღის წინ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირი გააკრიტიკა ევროპელი ლიდერების პოზიციის გამო, რომლის მიხედვითაც ახალ წევრებს ვეტოს უფლებაზე შეძღუდა დაუწესდებათ. მაშინ შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში ეს ის კავშირი აღარ იქნება, რომლის წევრობაზეც საქართველოს 4 წლის წინ განაცხადი შეიტანა და არც ამგვარი კავშირის წევრობისკენ სწრაფვა არის ის, რაც საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლში წერია. აი, პაპუაშვილის ამ განცხადებამ გააჩინა კითხვა, რამდენად შეიძლება ქართული ოცნება ევროკავშირში გაწევრიანებაზე წარდგენილი განაცხადის უკან გამოსატანად ემზადებოდეს. აი, ელით რომ ამგვარ ნაბიჯს გადადგამს საქართველოს ხელისუფლება. მოდი პირველ რიგში ამ ვეტოს თემაზე ვისაუბროთ. რა მოიტანა ეს საკითხი? საიდან გაჩნდა ეს თემა? ვინ არიან ახლა ესე იგი ეს ახალი კანდიდატები და ვინ შეაშინა ევროპა და რითი? მოდი ერთი წუთით მე ვიქნები პაპუაშვილი, გავრისკავ. ერთი წუთით ოღონდ. და თქვენ იყავით ევროკავშირის ნებისმიერი ქვეყნის ლიდერი. ვინც გნებავთ, აი დაასახელეთ, არ ვიცი, ვინც გინდათ. და ახლა თქვენი ესე იგი ქვეყანა გაბარიათ, ხო? დამასობაში საქართველოა იქა შორს რომელიც ევროკავშირის წევრობაზე, ალბათ ვერც კი ოცნებებდა ვერანაირ კანდიდატობაზე, თუ არა რუსეთის ის უბედურება, რაც უკრაინაში დაატრიალა, კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ და ეს რას ნიშნავს, რომ აი დიდი მაგიდა რომ ამგვარი მაგიდა და 27 შეიძლება 28-29 წევრი რომ ზის იქა, ერთი სკამი უნდა გახდეს საქართველოს ლიდერისთვისაც გამზადებული. და ეხლა შეხედეთ ევროპის სახელმწიფოებს და ხალხს დაუდგათ ასეთი რეალობა წინ. რომ აი ეს ქვეყანა თუ შემოვიდა ევროკავშირში, აი იმ სკამზე შეიძლება დაждდეს ბატონი პაპუაშვილი, ხალხანი მე ვარ აქ. ის ვინც ამას ლაპარაკობს, ამას აკეთებს ჩვენზე ევროპაზე. და ახლა ამ ადამიანს ჩვენ ვანდოთ ის, რომ ერთი ხელის არაწევით მთელი ევროპა დაბლოკოს? მთელი ევროპა მართოს პაპუაშვილმა და ივანიშვილმა? ანუ ასეთმა ხალხმა ამან შეაშინა ევროპელი ლიდერები და იმიტომ წავიდა ამაზე საუბარი. იმიტომ რომ ხალხო, ესე იგი ეს როგორმე ეს უნდა გავარკვიოთ რა. ეს ევროპა კი არ გვეხვეწება შემოდითო. ჩვენ გავიხედეთ და თქვით რომ ის ღირებულებები რაც ჩვენს ერში, ჩვენს საზოგადოებაში საუკუნეების განმავლობაში ნელ-ნელა ასე ისე მე ბოლოში კიდე მწიფდებოდა, მკვიდრდებოდა ქრისტიანული კულტურის წიაღიდან, ჩვენი წერაკების გამომცემელი საზოგადოების კორიფეების ნაღვაწიდან, დისიდენტებიდან, ეროვნული მოძრაობიდან, როდესაც ავდექით, გავიხედეთ და ვთქვით, ხო, ქვეყანა სოფლიოში ამდენი სახელმწიფოა, ამდენი ტიპის კულტურა, ამდენი ტიპის ალიანსია, მაგრამ არ გვინდა ჩვენ ისევ ერთპარტიულობა. ამიტომ ჩინეთთან ვაჭრობაც გვინდა, კულტურაც გვინდა, განათლებაც გვინდა, მაგრამ თქვენ მართლობის სისტემას პოპულარიზაციას გაუწევ, ასე სტრატეგიულ შეთანხმებაზე ხელმოწერა არ მინდა. იმიტომ რომ მისი მართლობის სისტემა არის ერთპარტიული კომუნისტური სისტემა, სადაც სხვა არანაირი პარტია რეალურად არ არსებობს. ამიტომ მართლობის სისტემა არ მინდა თქვენი. რუსეთსკენ გავიხედეთ. კი ბატონო, თქვენი დოსტოევსკი და პუშკინი და ყველაფერი და ვაჭრობაც შეიძლება, ყველაფერი შეიძლება. უკაცრავად მე არ მინდა პუტინი, რომელიც მოვა დაждდება და აღარ ადგება იქიდან. და თან მეზობელს ჯერ ჩვენ შემოგვივარდება, მე იმას შეუვარდება და ვისაც რას წაგლებს ტერიტორიებს და არანაღლებს საკუთარი მოქალაქეების ბედის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს წირავს ამაზე. არა, ეს არ მინდა. გავიხედეთ სხვაგან, არაბეთისკენ, კი ბატონო, ვაჭრობა, ინვესტიციები, კი ბატონო, ურთიერთობა ქონდა, ვიფრინოთ, ტურისტული ამბები, მაგრამ თქვენი სისტემა, სადაც ასევე პრაქტიკულად მემკვიდრეობითია ყველაფერი, იქ რაღაც უფლებები როგორაა, რელიგია, კულტურა და ასე შემდეგ. ამიტომ გავიხედე, გამოვიხედე, დავინახეთ ევროპა, ხო? ამიტომ უყურეთ რა შეასაქმე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, გაცილებით გრძელვადიანი სტრატეგიული არჩევანი, რომლის წინააღმდეგ წასვლაც ვიღაცას შეუძლია შეეცადოს, მაგრამ აქედან არაფერი არ გამოუვა. მაგრამ ევროპა, რომელმაც ააშენა ეს სახლი დიდი წვალებით,
სანამ ევროკავშირი შეიქმნებოდა ევროპული სახელმწიფოები პირველი მსოფლიო ომის და მეორე მსოფლიო ომის ევროპულ სახელმწიფოებს შორის მან გამოიწვია. ამაზეც მოვისმინე აღარ მახსოვს ვილაპარაკობდა რომ იქო იცითო მეორე მსოფლიო ომამდეო ისეთი ამბები იყო ერებიო ასე იყვნენ დაყოფილებიო ერთი მაღალი იყო მეორე დაბალი იყო გეგონება მანამდე და მაგ დროს საქართველო იყო მართლა ისა შუქურა სამართლიანობის და დემოკრატიის და სწორი ცხოვრების და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ლაპარაკობთ ღირებულებებზე. ამ ღირებულებების თავმოყრა ისეთის, რომელიც საქართველოსთვის მისაღებია. კიდევ მეორე, რომ იყოს უსაფრთხო და არავინ გვეომოს და ვერავინ ვერაფერი გაგვიბედოს, რომ იყოს კეთილდღეობა, ანუ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა იყოს შემძლე იმისა, რომ ყოველი ზაფხული სადღაც სხვა ქვეყნებში გაატაროს, მარტო 2% ელიტა კი არა. რომ იყოს სამართლიანობა და საზოგადოებრივი დოვლათი დაწილდებოდეს ასე, რომ იყოს სახელმწიფო მომართული იმისკენ, რომ ნებისმიერი ადამიანის უფლება დაიცვას და პოლიციელი იმას არ არჩევდეს, შენ ვის მიერცი ხმა, ამ დემონსტრაციაზე იყავით, იმ დემონსტრაციაზე, ამის შედეგად ან დაგიცავ, ან პირიქით გაწამებ. აი ეს რომ გვინდა და ამასობაში ევროპა ხედავს, რომ ამ მთავრობას ეს არ უნდა, ამიტომ კი დაიწყო რაღაცა თავის დაცვა, რომ ამ ტიპის ბაცილა ხო, იქაც ყავდათ მაგალითად ბატონი ორბანი, რომელიც ძალიან ბევრ რამეში ევროკავშირიდან არ მიდიოდა, იმიტომ რომ უნდა ფინანსური დახმარება, მაგრამ ყველა სხვა საკითხში ბლოკავდა. იქ კიდე ვიღაცები შეიძლება გაჩნდნენ, იმიტომ რომ ასეთ ვითარებაში კი რუსეთის მოქმედებს ამ მიმართულებით, ტრამპიზმი ევროპაში ასევე სხვა წახნაგებით გავრცელდა. ამიტომ არის ეს. ამასობაში ეს ჯერ არ არის არანაირი კანონი და კონსტიტუციაში წარწერილი ევროპაში. ბრიუსელთან ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხი რომ შევაჯამოთ და ამოვწუროთ. აი საბოლოოდ როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლებს ქართული ოცნება იმას, რომ მისი პოლიტიკით აი რაღაც ანტიდასავლური გზავნილებით ალბათ არ იქნება გადაჭარბებული თუ ამ შეფასებას გამოვიყენებთ, საზოგადოება დასავლური კურსისგან გადახვევას შეაჩვევს. აი პირადად თქვენი დაკვირვება როგორია ამ თვალსაზრისით, რამდენად ახერხებს ხელისუფლება საზოგადოების განწყობების შეცვლას ევროკავშირთან მიმართებაში და ამავე დროს ძალაუფლების გამტკიცებას. ეს ტაქტიკა მუშაობს თუ შედეგს არ იძლევა თქვენი აზრით? ეს არ არის უხიფათო ტაქტიკა თუ უხიფათო პრობლემა, იმიტომ რომ ადამიანი და ადამიანთა ჯგუფები კი ვექვემდებარებით გარკვეული ფაქტორების ზემოქმედებას მე შორს არ წავალ ჩვენივე ქვეყნის ისტორიაში 18 წლების საქართველოს თავგამოდებული დამცველი საზოგადოებაში იყო გაცილებით მეტი საწყის პერიოდში და მე ნელ-ნელა ესე იგი მოხდა სხვა რამ 80-იან წლების შუაში, როდესაც მე პირადად ჩემი საკუთარი დაკვირვებით უკვე ვიყავი სკოლა დავამთავრე 1995 წელს აი ამ გარდამტეხ პერიოდში უყურებდი საზოგადოებას და ხო ძალიან უმცირესობა იყო იმისი მომხრე შემძლე ქონდა გათავისებული რომ ქვეყანა თავისუფალი უნდა იყოს საკავშირო და დაინგრეს და ასე შემდეგ იმიტომ რომ ხდება რაღაცეები შეგუება და გაცილებით დიდი გამოცდილების და კულტურის მქონე ერებში ხდება ხოლმე ამ ტიპის გადახრები, გადმოხრები, იმიტომ რომ ინერგება სხვადასხვა ტიპის ფობიები, ეს არ ხდება ისე რაღაცა სამოყვარულო დონეზე, პროფესიონალი პროპაგანდისტები, რომლებიც საზოგადოებას არ აძლევენ საშუალებას იაზროვონ, ანუ ტვირთავენ და ბომბავენ ყოველდღიურად იმ ტიპის და ისეთი ინფორმაციით, რომელიც ადამიანებს უჩენს შიშის განცდას, საფრთხის განცდას, რომ ომი იქნება, მიშა გამოვარდება ციხიდან და ეხლა ისე ვის გამოვა, მე კიდე რაღაცა იქნება, უბედურება იქნება, ამიტომ ჯობია ასე იყოს, რაღაცა გადაგვაგვარებენ ევროპელები, წაგვართვევენ ქართველობას და რაღაცებს და ხო, ასე დროს ადამიანები შეგნებულად ანტიევროპულები კი არ ხდებიან. უბრალოდ შეჩვეული ჭირი ურჩევნია იმას, რაც წარმოჩენილია ხიფათად. ამიტომ დიახ, ეს სახიფათოა, რომ ძალიან შორს არ წავიდეს. ძალიან ღიად და გულწრფელად თუ გეტყვით, დღევანდელ ჩვენ საუბარს ეს დატვირთვა აქვს, რომ ჩვენს მოხალხეებს მივაწვდინოთ ხმა, მოვისმინოთ მათი რაღაც არ ვიცი, ხან ინფორმაცია მივაწოდოთ, ხან ერთად ვიმსჯელოთ თქვენ და ჩემი მსჯელობის პროცესში ადამიანებმა დაინა, ვისაც სჯერა რომ სწორია ჩვენი არჩევანი თავისუფლების
ევროპის დემოკრატიის და ასე შემდეგ დაინახოს რომ დიახ ეს თეორიულადაც სწორია და პრაქტიკულადაც შესაძლებელია და აღურები იდება. ამიტომ ეს უნდა გაგრძელდეს, არ უნდა მივცეთ საშუალება ხელისუფლებას რომ თავისი პროპაგანდით მიაღწიოს იმას, რასაც აღწევს და დღემდე. ამაზე მინდა ახლა ვისაუბროთ, რადგან ასეთ საფრთხეებს ხედავთ საზოგადოებაზე ზემოქმედების თვალსაზრისით, ახლა ვისაუბროთ იმაზეც, როგორ უნდა უპასუხოს უკვე ოპოზიციურმა სპექტრმა ქართული ოცნების ნაბიჯებს, გადაწყვეტილებებსაც და ამავე დროს message box, რასაც ვისმენთ სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და საერთოდ როგორ ფორმაშია დღევანდელი ოპოზიცია, პირადად თქვენი შეფასებით ესეც ძალიან მაინტერესებს. აი თქვენ რომ რიგითი მოქალაქის გადმოსახედიდან აფასებდეთ დღევანდელ ოპოზიციურ სპექტრს. აი რა იქნებოდა თქვენი შეფასება დღევანდელ პოლიტიკოსებსა და ოპოზიციურ პარტიებზე? რა გგონიათ თქვენი ფლანგის ძლიერი, თუმცა ამავე დროს ასე ვთქვათ, სუსტი მხარეებიც, რაზეც ოპოზიციას აქვს სამუშაო? იმისთვის რომ როგორც თქვენ ბრძანეთ მოქალაქის პოზიციიდან შევხედოთ და შევაფასოთ, ამისთვის მე არ მჭირდება მოდელირება და ჰიპოთეტური რაღაცის წარმოქმნა ჩემთვის, იმიტომ რომ მე გავაკეთე ჩემი არჩევანი დიდი ხანია, ვარ ლელოს წევრი, მხარდამჭერი, ამორჩეველი, მაგრამ ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, ასე ვთქვათ, პოზიციიდან მე ნელ-ნელა გადავდივარ და გადასული ვარ ლელოს აქტიური მხარდამჭერის, კიდევ მეორე ამორჩევლის წევრის პოზიციაზე და დაკავებული ვარ იმით, რომ რაც შეიძლება მეტი ვარგო იმ პარტიას, რომელიც მგონია, რომ ყველაზე სწორია და ყველაზე უკეთესია, არ არის სრულყოფილება, როგორც ბევრი იჩემებს, რომ მხოლოდ ჩვენ ვართო, არა, მაგრამ მგონია, რომ ყველაზე სწორი და კარგია. პოლიტიკიდან წასვლას ხომ არ აპირებთ? თუ არასწორად გავიგეთ თქვენი განცხადება. იცით რა, მე არ მესმის საერთოდ ეს ტერმინი პოლიტიკიდან წასვლა. იმიტომ რომ ვინ არ არის პოლიტიკაში ზოგადად ერთი მხრივ, მეორე მხრივ. მე ჩემი პროფესია, მე ვარ იურისტი, ვარ პოლიტიკოსი და აქ ვიქნები. და არანაირ წასვლას არსად არ ვაპირებ. პირიქით, აქტიურობას ვაპირებ, მაგრამ მაგალითად ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მე მონაწილეობა არ მიმიღია როგორც კანდიდატს. ეს 2-3 წლის წინ პარტიაში ჩვენ ეს ვისაუბრეთ. იგივე პოზიცია გექრებათ შემდეგ არჩევნებთან მიმართებაში? კი. იცით რა, მოსვლა თუ შეგიძლია, წასვლაც უნდა შეგეძლოს. სტუმარსაც, პროფესიონალსაც, ფეხბურთელსაც. სუფაშვილი პოლიტიკიდან წასულია. აი კიდე გეუბნებით, პოლიტიკიდან არ წავსულ ვარ. მე ვიქნები უფრო აქტიური პოლიტიკურ პროცესებში შესაძლოა, მაგრამ მე მოქალაქეებს არ ვეუბნები ახლა მომეცით ხმა. მე ვარ ასეთი და ასეთი პარტიის წარმომადგენელი და მე მომეცით ხმა. მე გავაკეთებ ამას. მე მოკრძალებულად ვეუბნები ჩემს თანამოქალაქეებს. ჩემი ხმა ეკუთვნის ლელოს. მე ვცდილობ ყველანაირად ჩემ ცოდნა გამოცდილება, თუ კი რამე გამაჩნია, მოვახმარო მის წარმატებას. ამას შეიძლება თქვენს იფიქრეთ ამაზე. მაგრამ რა არის რა პოზიცია ეს, რატომ მოყევი ამდენი? აი რა მოქალაქე რომ იყო, იცით, ყველა უნდა ვიყოთ მოქალაქე პირველ რიგში. და მე ახლა წვიმის გამო რა ცოტა შორს გავაჩერე, რაღაც შემოხდა და კონსტიტუცია ვეღარ წამოვიღეთ, თორემ კონსტიტუცია დავდივარ და ატო, იმიტომ რომ კონსტიტუციაში პირველი 3 სიტყვა წერია: ჩვენ საქართველოს მოქალაქენი. ჩვენ საქართველოს მოქალაქენი. პირველი ეს არის, აქედან უნდა ამოვიდეთ და დიახ, ჩვენ საქართველოს მოქალაქენი თუ ვართ და სანამ ვართ, ესე იგი ჩვენი სახელმწიფოს პატრონობაც გვევალება, სახელმწიფოს მოვლაც გვევალება, სახელმწიფო საქმეებზე საუბარიც გვევალება, პოზიციის დაკავებაც გვევალება და ასე შემდეგ. ეს არის მოქალაქე. მე ზოგადად რას ვუძღვნი ჩემ დარჩენილ ენერგიას, ცხოვრებას, ჯანმრთელობას, ყველაფერს. იმას რომ რაღაცა მცირე აგურები დავდო ჩემი აზრით ნომერ პირველ საქმეში. ეს რა საქმეა? რომ ქართველი ერი გახდეს მოქალაქეთა საზოგადოება. იმიტომ რომ ქართველი ერი დღემდე იყო და სამწუხაროდ რჩება ქვეშევრდომთა საზოგადოებად. ერთი წამით თუ შეიძლება, ბოდიშ. კი, დაასრულე. იმიტომ რომ ქვეშევრდომთა საზოგადოება. ეს იყო დავით აღმაშენებლის დროს, იყო ერეკლეს დროს, იყო ამის დროს, იმის დროს, იმის დროს და დღემდე სამწუხაროდ აქ მოვედით და მოქალაქეთა საზოგადოებად ერი ვერ იქცა. იმიტომ რომ მოქალაქეთა საზოგადოება ეს რომელი საზოგადოებაა? სადაც თითოეულ ინდივიდს აქ გათავისებული, რომ მე ვარ იმ დიდი ჩვენის ერთი ცალი ნაწილი და ყოველგვარი მსჯელობა იმაზე, რომ პოლიტიკიდან წავედი, სად წახვედი? შენი შვილის განათლება აღარ გაღელვებს, ჯანმრთელობა არ გაღელვებს, უსაფრთხოება არ გაღელვებს ამ ქვეყნის. შენ ხმას არ მიცემ ვიღაცას, ვინც თქვი რომ ამ საკითხებში სწორად იქცევ. ყოველი ამორჩეველი ეს არის პოლიტიკის, ანუ საჯარო საქმეების გადაწყვეტილების მიღების ნომერი პირველი საწყისი, ხო?
ამორჩეველმა მოგცა თქვენ ხმა ვინ ხარ თქვენ დაუცხადებ მაშინ ასე ვთქვათ მოქალაქე დავით უსუფაშვილის მთავარი შენიშვნები რა არის დღევანდელი ოპოზიციური სპექტრის მისამართით მათ შორის ლელოს მიმართაც თუ გაგვისაც არ მოგწონთ მეტი უნდა ვიფიქროთ იმაზე რომ ამორჩეველს კი არ ხედავდეთ ქუჩაში რო დადის ხალხი და გავიხედე ბევრი ხალხია ბაზრობაზე აუ რა მაგარი იქნება ეხლა 1000 ამორჩეველი აქ მომიდეს საოცრად უნდა ვხედავდე თითოეულ მოქალაქეს 1000 ამორჩეველს კი არა 1000 ინდივიდს რომელიც შეკრებილია ქუჩაში საქართველოში ბოლო წლებში თუ რამე კარგი მოხდა ეს იყო აი მასობრივი დემონსტრაციები აქციები როდესაც ძველი ძალიან მნიშვნელოვანი აქციებისგან განსხვავებით ქუჩაში მოძრაობდა ასობით 1000 ინდივიდი მოქალაქე რომელიც არ იყო მოსული არავის ქვეშევრდომად რომ ლიდერმა დამიძახა და მოვედი ან მოვედი იმიტომ რომ ლიდერს გადავაბარო ეს საქმე და მე სახლში წავიდე იმიტომ რომ მოქალაქე არის ის რომელიც სახელმწიფოს ისევე მუდმივად აქცევს ყურადღებას როგორც ოჯახის წევრი საკუთარ ოჯახს წყალი ჩამოდის ფანჯარა ჩაიმტრა პური აღარ არის რაღაცა პრობლემაა ეს ხო მუდმივი განსჯის და მუდმივი ზრუნვის საგანია ის რაც ჩემი პირადია და ოჯახია აი ეს ჩვენ საქართველოს მოქალაქენი ეს არის დიდი ოჯახი ქართველი ერი ვართ სამშობლო გვაქვს მაგრამ დიდწილად ქვეშევრდომთა საზოგადოებად დავრჩით ქვეშევრდომთა საზოგადოების პრობლემა ეს არის სწორედ ახლა ვიტყვი კიდე ერთ რამეს რომელიც გამოც ახლა სხვა მხარე ჩამქოლავს 2012 წელს ხელისუფლება რო შეიცვალა ნაციონალური მოძრაობა წავიდა ხელისუფლებიდან მე იმ ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი თანა ლიდერი საჯაროდ თქვი რამდენჯერმე რომ ქართული დემოკრატიის ამოცანაა რომ ნაციონალური მოძრაობა ყოფილი მმართველი პარტია არ გაქრეს და არ აღიღავოს თქო მით საგან პირისა ამაზე ოცნებამ ჩამქოლა რომ შენ როგორ ესე იგი იმათი გულშემატკივარი ხარო აგერ ახლა ვამბობ რომ ქართული დემოკრატიის ამოცანა ზეგ ხვალ იქნება ის რომ დღევანდელი მმართველი პარტია არ აორთქლდეს არ გაქრეს რატო ვამბობ ამას მაშინ რატო ვამბობ და ახლა რატო ვამბობ და ყოველთვის ასე ვიტყვი იმიტომ რომ მათი ლიდერების ბედი კი არ მაღელვებს მე ვფიქრობ იმ 100,000-ობით საქართველოს მოქალაქეზე რომელიც მაშინ მიდიოდა და მიუხედავად ყველაფრისა რასაც იმ ხელისუფლების პრობლემების დიდი შემონათვალი იყო აძლევდა ხმას და მე არ მინდა რომ ყოველ ჯერზე საქართველოში მილიონამდე ადამიანი მართველი შეიცვალა, გადმობარგდა აქეთ. აი ეს არის ქვეშევრდომთა საზოგადოება. როდესაც ის მართველი წავიდა, პარტია გაქრა, იმიტომ რომ ამორჩეველი გაიქცა, იმას მისცა ხმა, ვინც ახლა უფრო ძლიერია. ასე ჩვენ ქვეყანას ვერ ავარჩენებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანებმა, იმისმა მომხრემაც, ამისმა მომხრემაც გაიაზროს, გააზრებული არჩევანი გააკეთოს. ეს პარტია მინდა თუ ის ლიდერი მინდა და პასუხისგებლობაც აიღოს ამაზე და ნუ ექნება ის განცდა რომ ჩემ ლიდერი ახლა იმას თუ ფეხი წაუწდა მე უცებ მოტრიალებ და ვიტყვი რომ მე წავედი აქეთ ბოლოსკენ გავდივართ და რა ნაციონალური მოძრაობა ახსენეთ არ მინდა გაგიშვათ ისე რომ ერთი კითხვა მაინც არ დავსვათ უშუალოდ ამ პარტიაში მიმდინარე პროცესებზეც მით უფრო რომ მიხეილ სააკაშვილი რევოლუციურ ცვლილებებს აანონსებს მისი პოზიცია რომ შეიცვალოს მათ შორის პარტიის თავმჯდომარე რა პოზიციაზეც თავად სააკაშვილი მხარს უჭერს ნანუკა ჟორჟოლიანს ჟორჟოლიანი თავიდან ამბობდა რომ შეთავაზებაზე უარს ამბობდა, თუმცა როგორც ჩანს საბოლოოდ ამ პოზიციას დათანხმდება ყოველ შემთხვევაში მისგან უკვე ვისმენთ განცხადებას იმის შესახებ, რომ შეიძლება პარტიას დღევანდელი კრიზისის პირობებში სწორედ კრიზის მენეჯერი სჭირდებოდეს. აი რა გაქვთ სათქმელი უკვე იმ პროცესზე? სათქმელი ის ვაქვს რომ მე არ ვარ ნაციონალური მოძრაობის წევრი, მხარდამჭერი და ამორჩეველი, ბევრი რამის გამო და ამ ბოლო ამბების გამოც ვარ ლელოს მხარდამჭერი, ამორჩეველი და წევრი, იმ სტილის და იმ რაღაც არ ვიცი მართლობითი სისტემის თუ ურთიერთობების გამო რაც ლელოშია. მე მგონია რომ ეს არის სწორი სტანდარტი და არა სხვა. დანარჩენი ყველა პარტიამ თავად უნდა აგოს პასუხი. მე როცა ვლაპარაკობ დემოკრატიის სამეთი რომ ესე იგი მე მინდა რომ მოსახლეობამ მომხრეებმა თითოეული პარტიის რაც შეიძლება ინფორმირებული და პასუხისგებლიანი არჩევანი გააკეთონ. და ეს ახლა მათი გადასაწყვეტია. რასაც ხედავენ მოწონთ ხარს უჭერენ, სჯერათ, ხედავენ სიტყვის და საქმის ერთიანობას, გაყვებიან. ვერა და არა, მაშინ სხვა არჩევანს გააკეთებენ.
იმიტომ არის მრავალპარტიულობა საჭირო და აუცილებელი, ჩვენ გქონდეს მრავალი ვარიანტი ადამიანს, მოქალაქეს, მე მოქალაქე შევხედავ თქვა, ხო, ეხლა ამან ეს თქვა, მე იმანის თქვა, ამან ეს უპავს, სხვა ეს ამბობს, ამას ამბობს და ასე შემდეგ. ხო, მე მოქალაქეს მინდა რომ ნაკლებად ვიყო დატვირთული და ესე ვთქვათ შეწუხებული ამ ტიპის ამბებით. მე მინდა მეტი მესმოდეს ფასებს რა ეშველება, ხელფასებს რა ეშველება, რაღაცა პარლამენტის წევრის ხელფასმა 4-ჯერ რომ მოიმატა, ჩემმა ხელფასმა რა, ჩემთან დაკავშირებით რა მოიმატა 4-ჯერ ჯარიმებმა. ანუ რეპრესიები ჩემს მიმართ ფინანსური 4-ჯერ გაიზარდა, მართველების 4-ჯერ გაიზარდა ხელფასის შემოსავალი. ამას რა ეშველება? ანუ მოქალაქეს მისი პრობლემების გადაწყვეტის თაობაზე პოლიტიკოსების დავა აინტერესებს და არა პოლიტიკოსებს შორის დავა, ვინ უფრო მტყუანია და ვინ უფრო მართალია ერთმანეთთან მიმართებაში. ეს არის მე მგონი მთავარი. მადლობა ბატონ დავით.